რამდენიმე საათი უმნიშვნელოვანეს შეხვედრამდე, რას ამბობენ მწვრთნელები და ფეხბურთელები შეხვედრამდე და რა გზაელოდება იბერიას ევროტურნირების ჯგუფში მოსახვედრად. ამ და სხვა საინტერესო ინფორმაციისთვის უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. 22 წლის შემდეგ პირველად რამდენიმე საათში ექნება ყველაზე რეალური შანსი ქართულ კლუბს, რომ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშოს. იბერია 11 აგვისტოს საღამოს 8 საათზე მიხეილ მესხის სტადიონზე ლარნეს დაუპირისპირდება. ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის ამ საპასუხო შეხვედრის მოგების შემთხვევაში იბერია კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გარანტირებულად ითამაშებს და ევროპა ლიგაზე ასპარეზობას გააგრძელებს. ასეთი რეალური შანსი ქართულ კლუბს დიდი ხანია არ ჰქონია. შეგახსენებთ იმასაც, რომ პირველი შეხვედრა ფრედ 0-0 დამთავრდა. ფეხბურთელებს მოტივაცია არ აკლიათ, მაგრამ მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ სავსე ტრიბუნებზე თამაში დამატებითი მოტივაცია და მუხტია. ამ ეტაპზე მხოლოდ ბილეთების ნახევარი, 10,000 ბილეთი გაიყიდა. დარჩა მეორე ნახევარი და საღამოს 8 საათამდე დრო კიდევ არის. შესაბამისად, ვისაც ფეხბურთი გიყვართ და გინდათ, რომ ევროტურნირების ატმოსფერო თბილისის ქუჩებშიც იყოს და თან დიდხანს, აუცილებლად მოდით სტადიონზე. უგულშემატკივრეთ ქართულ კლუბს, რაც შეიძლება მხურვალეთ. სტადიონზე მხოლოდ ჩვენი ხმა უნდა ისმოდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ არ უნდა გავჩერდეთ და ერთად დავწეროთ ისტორია. ამ უნიშნულოვანეს შეხვედრამდე კი მედიასთან ორივე გუნდის წარმომადგენელმა ისაუბრა და რა თქმა უნდა გთავაზობთ ყველაზე საინტერესო მონაკვეთებს. თუმცა მანამდე არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა, რომ მალე ავიდეთ 100,000 გამომწარს. პირველ თამაში ჩვენი ფეხბურთი ვერ ვითამაშეთ. პრობლემებმა ამაში დიდი როლი ითამაშეს. გზავრობა, ვიზა, გადაჯდომები და ასე შემდეგ. ასევე მოედნის ხარისხიც. თუმცა მადლობა ბიჭებს, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით თავი არ დაზოგეს და ასე თუ ისე სასურველ შედეგს მივახციეთ. ეს პრობლემები არავის არ აინტერესებს, რადგან მთავარი შედეგია. იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში ყველაფერი ისე დამთავრდება, როგორც ჩვენ გვინდა. რა თქმა უნდა, ეს თამაში როგორც ჩვენთვის, ისე მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდებით, რომ ისტორია დავწეროთ. მართალია ბოლოს ცუდი თამაში ვქონდა, მაგრამ ყველაფერი გავაანალიზეთ. ვფიქრობ, ახლა საერთოდ განსხვავებულ იბერიას ნახავთ. იმ შეცდომებსაც გამოვასწორებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სასურველი შედეგი დავაფიქსიროთ. პასუხისმგებლობა ძალიან დიდია, რასაც თან დიდი წნეხიც ახლავს. მაგრამ ყველა ფეხბურთელმა კარგად იცის ამ თამაშის მნიშვნელობის შესახებ. ფსიქოლოგიური მომზადების დროს ამაზეც გავაკეთეთ აქცენტი. ვეცადეთ, რომ მინიმუმამდე დაგვეყვანა ეს ფაქტორები. გავითვალისწინეთ 11 მეტრიანების ფაქტორიც, მაგრამ რა თქმა უნდა, არავის სურს თამაშის აქამდე მიყვანა და გვინდა, რომ ყველაფერი ძირითად დროში გადავწყვიტოთ. თუმცა გამორიცხული არაფერია. ყველაფრისთვის მზად ვიქნებით. რაც შეეხება მეტოქეს, ფიზიკურად ძლიერი გუნდია. კარგად თამაშობენ სტანდარტულებზე, მეორე სართულზე. ტიპიური ბრიტანული გუნდია. რაც მთავარია, ჩვენ აღდგენით პროცესს დიდი დრო დავუთმეთ, როგორც ფიზიკურს, ისე ფსიქოლოგიურს. დიდი ხანი მოგვიწია მგზავრობა ორივე მიმართულებით, მაგრამ ფეხბურთელები კარგად დავასვენეთ და ახლა 100%-ით მზად ვართ. თამაშის ხარისხით ხა ჩვენც არ ვართ მაყოფილები, მაგრამ იქიდან გამომდინარე თუ რა პირობებში მოგვიწია თამაში, თვლი რომ ეს შედეგი არ იყო ცუდი, იმიტომ რომ განსაკუთრებით რთული იყო ჩვენთვის თამაში ამ მოედანზე. ხელოვნურ საფარზე ხა კი ვითამაშია მეც პირადად და გუნდსაც, მაგრამ იქ რაღაც ცოტა უფრო სხვანაირი ხელოვნურიც იყო, იმიტომ რომ ძალიან გვიჭირდა ბურთის ტრაექტორიის განსაზღვრა, იმიტომ რომ რაღაც ცოტა სხვანაირად მოძრაობდა ამ სტადიონზე. პირველი ფაქტორია ეს იყო ამ ცუდი ხარისხის. ასევე ფრენაც, ღამის დენება მაინც რაც არ უნდა კი კარგად ვიმგზავრეთ ჯეტით ესე ვთქვათ, მაგრამ რაც არ უნდა კარგი სკამი იყოს, ღამე ძილი მაინც ჭირს და როდესაც გამოუძინებელი ხარ, რთულია, მოკლედ ესეთ პირობებში თამაში და ყველაფერს ამ ჩვენ ხარისხს, რა თქმა უნდა, ამას ვაბრალებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ შემდეგ თამაშზე. პირდაპირ გეტყვით, რომ იმათი კომენტარები და იმათ მედიაში საერთოდ არ მაქვს ცნობა და არ წამიკითხავს, მაგრამ თუ მათ ეს ილუზია შეექმნათ, ძალიან ცუდი, იმიტომ რომ საერთოდ ამოვარდნილი არის ეს ყველაფერი. ამის ფიქრი იქიდან გამომდინარე, რომ სახში თამაში ვერ მოიგეს და ეხლა ჩამოდიან ჩვენთან და ასე რომ თვლი, რომ ვინც ესე ფიქრობს და ვინც ამ ილუზიას ქნის, ფეხბურთი საერთოდ არ ესმის. ჩვენ სტადიონზე გავცემთ ამას პასუხს, რა თქმა უნდა და მათ ილუზიებს ჩავახსოვთ. რაც შეეხება მათ მსმენელს, მართლი რომ ჩვენი ფეხბურთელები, რა ვიცი, ყველა ბურთს დიდხანს ინარჩუნებს, გვაქვს ჩვენი ტაქტიკა და ყველანი ვცდილობთ, რომ რაც გვაქვს დავალება, ის შევასრულოთ. უბრალოდ გარკვეული ამ პირობებიდან გამომდინარე, გაგვიჭირდა იმ თამაშზე ამ დავალებების შესრულება. ეს და ეს იყო უბრალოდ მიზეზი მთავარი ამ ყველაფრის. თქმა უნდა, წნეხი არის ამ თამაშზე, იმიტომ რომ წლებია ესეთი თამაში არ ყოფილა საქართველოში მეგრულ საკლუბო ვარიანტზე. გუნდს რაც შეეხება
ყველასთვის არის გარკვეული წნეხი, რა თქმა უნდა, მაგრამ ასევე ყველას გვიხარია, რომ ამ ყველაფრის თანამონაწილეები ჩვენ ვართ. აქედან გამომდინარე, თვლი რომ გუნდი ფსიქოლოგიურად კარგად არის ამ ხრივ და არ მგონია რომ ამან იმოქმედოს ჩვენზე. აკრძალვით თვლი არ გვიგზავნოს არაფერს კონკრეტულად ეხა თამაშის დღეს არა, მაგრამ თამაშის წინა დღეებში როცა დრო გვაქვს, ვცდილობთ რომ ერთმანეთთან ახლოს ვიყოთ ბიჭები და ესე ვთქვათ ტელეფონის გარეშე გარკვეული კომუნიკაცია გქონდეს ერთმანეთთან, ან რაღაც გარკვეული თამაშები ვითამაშოთ ტელეფონის გარეშე დიახ. ტელეფონის გარეშე. კონკრეტულად თამაში დღეს უკვე ინდივიდუალურად ყველანი ვისვენებთ ჩვენ ოთახებში და ვემზადებით თამაშისთვის. მაყურებელს ერთ-ერთი კი არა, ჩემთვის და გუნდისთვის, ფეხბურთელებისთვის საერთოდ ალბათ ყველაზე მთავარი მნიშვნელობა აქვს, როდესაც სავსე ტრიბუნაზე თამაშობს, მე პირადად ეს და ბევრ ჩემ გუნდელს ეს არ გამოგვიცდია და მინდა რომ გამოცადოთ და გვაინტერესებს ჩვენს როგორი იქნება მაყურებელს წინაშე თამაში ეს სავსე ტრიბუნას გულისხმობ. რატო უნდა მოვიდეს მაყურებელი და იმიტომ უნდა მოვიდეს რომ ეს პირველ რიგში არ ეხება მხოლოდ იბერიას ან რომელიმე ქართულ კლუბს, ეს ეხება თლიანად ქვეყანას და საქართველოს და თვლი რომ ეს ის დღე არის, როდესაც ყველა ერთად უნდა გავერთიანდეთ და წარმატებას უნდა მივაღწიოთ ერთად. თქმა უნდა ძალების გადანაწილება უნდა მოვახერხოთ რომ თლიან თამაშზე გვეყოს ძალები და არა მარტო პირველ წუთში, მაგრამ რა თქმა უნდა ჩვენ ვაპირებთ რომ თავიდანვე პირველი წუთებიდანვე შევუტიოთ მაქსიმალურად და ესე ვთქვათ გავხსნათ ანგარიში ჩვენ და შემდეგ შევინარჩუნოთ როგორც იქნება და გავზარდოთ. ასე რომ თავარი ჩვენი მიზანი არის რომ რაც შეიძლება მალე დაეწეროს ტაბლოზე ჩვენთვის სასიკეთო ანგარიში. პირველ შეხვედრაში ინფორმირებულები ვიყავით იმ პრობლემებზე, რომელიც იბერია შეექმნა. თუმცა ჩვენ ეს ნაკლებად გვეხება. არ შეგვეძლო ამ პრობლემების გამოსწორება. იბერია ძალიან კარგი გუნდია და პირველი შეხვედრა რთული იყო. არაერთი შანსი გვქონდა გოლის გასატანად, თუმცა ვერ შევცელით. მაგრამ ამ თამაშის იგივეს ვეცდებით. გულშემატკივრების მხარდაჭერის გამო იბერიას მნიშვნელოვანი უპირატესობა ექნება, თუმცა ჩვენ ვეცდებით რომ გავიმარჯვოთ. არანაირი ილუზია არ გვაქვს რომ ეს თამაში მარტივი იქნება, რადგან იბერია ძლიერი გუნდია და პრობლემებს შეგვიქმნიან. მაგრამ მჯერა რომ ჩვენი თავდაჯერებითა და თავდადებით წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ნებისმიერ შემთხვევაში იბერიას პატივისცემით ვუდგებით და რთულ თამაშს ველოდებით. იბერიამ საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა პირველ შეხვედრაში. ბურთს თავდაჯერებით აკონტროლებდნენ იმ პრობლემების ფონზე, რომელიც თამაშამდე შეექმნათ. კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. რაც შეეხება გულშემატკივარს, იმედი მაქვს რომ ბევრი ადამიანი მოვა, რადგან ასეთ პირობებში თამაში ჩვენთვის დამატებითი мотиваცია. ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ ლარგნეს დამარცხების შემთხვევაში იბერია კონფერენს ლიგის ჯგუფს გაინახდებს და ევროპა ლიგის პლეი-ოფში რეინჯერსსა და იაგელონიას შორის გამარჯვებულ შეხვდება. და თუ იბერიამ ეს თამაში ვერ მოიგო, მაშინ ქართული გუნდი კონფერენს ლიგის პლეი-ოფში ლინკოლნსა და ომონიას შორის დამარცხებულ შეხვდება. თუმცა იმედია რომ ეს ასე არ მოხდება და კონფერენს ლიგის ჯგუფური ეტაპის საგზურს იბერია რამდენიმე საათში მოიპოვებს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ რომ მოხვიდეთ სტადიონზე და ერთად დავეხმაროთ ქართულ კლუბს ისტორიის დაწერაში.